საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. ირაკლი ალასანია გლობალური უსაფრთხოების 21-ე საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. ფორუმი სამდღიანია და მთავარი განსახილველი თემები მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები და მთავარი გამოწვევებია. როგორი იყო თავდაცვის მინისტრის პირველი სამუშაო დღე საფრანგეთში, რატი მუჯირი ისაუბრებს პარიზიდან მოამბის ეთერში. საერთაშორისო უსაფრთხოების 21-ე კონფერენციის პირველი დღე პარიზში დასრულებული არის. დახურულ კასრმა მთელი დღის განმავლობაში მსოფლიოს 30 ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები და ნატოს გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუმ შელოდნენ უსაფრთხოების იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მსოფლიო დღეს დგას. ბუნებრივია საუბარი შეეხო ავღანეთსაც. საქართველოსთან კონფერენციაზე წარმოდგენილი არის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. მან გამართა როგორც ორმხრივი შეხვედრები, ასევე ჰქონდა სიტყვის გამოსვლა. მან ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ნორმებზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველოს დგას. გარდა ამისა, როგორც საქართველოს თეორიაში საფრანგეთში განმარტავს, ეს კონფერენცია გამოიყენება იმისთვის, რომ ნატოს და ევროკავშირის მოახლოებული სამიტების წინ ქვეყნებმა ორმხრივი ურთიერთობები გააღრმავონ და ამისთვის საკმაოდ კარგი ტრიბუნა იყო ეს უსაფრთხოების კონფერენცია. როგორც ელჩი განმარტავს, თავდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ ასპირანტი ქვეყნებმა ერთიანი სტრატეგიის შესამუშავებლად გამოიყენეს ეს შეხვედრა. ირაკლი ალასანია შეხვდა ბოსნია-ჰერცეგოვინის თავდაცვის მინისტრს და იმსაუბრეს როგორც ორმა ასპირანტი ქვეყნის წარმომადგენელმა იმისთვის, რომ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნების ინტეგრაცია ნატოში. ჩემი მთავარი ამოცანა არის გავაცნო ჩემს კოლეგებს კიდევ ერთხელ, რომ საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი მათთვის. ჩვენ სამხედრო მოქმედებებში ერთად ვართ უკვე ავღანეთში. ასევე მინდა კარგად გავაცნო, რომ არა მხოლოდ სამხედრო კუთხით, არამედ უკვე პოლიტიკური სტაბილურობის შემცველი ქვეყანაა და ჩვენ შეგვიძლია გრძელვადიანი სტაბილური პარტნიორობა გავუწიოთ ევროპას. აქედან გამომდინარე ინტეგრაციის პროცესი, ვილნიუსის სამიტის შემდეგი სამიტი მომავალი წლის ნატოსი უნდა იყოს ერთ-ერთი ის სამიტები, რომლებიც გადამწყვეტ ნაბიჯს გადაადგმევინებს საქართველოს ინტეგრაციაში. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვა ეს სამინისტროები უკეთებენ ორგანიზებას, არამედ იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები არიან, რომლებიც ისაუბრებენ და წარადგენენ თავიანთ ხედვას მსოფლიო მასშტაბით. ეს არ არის მხოლოდ თქვა ერთ კონკრეტულ რეგიონზე მოქცეული. გარდა ამისა, ეს კონფერენცია გამოიყენეს ხალხებმა იმისთვის, რომ წარმოედგინონ საკუთარი რეფორმები თავდაცვის სამინისტრო გააცნო მათი პარტნიორებს ის რეფორმები, რომლებსაც აკარებს ბოლო პერიოდში და რომელიც აქვს დაგეგმილი. გარდა ამისა, ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს სამხედრო ატაშეს საფრანგეთში. ის განმარტავს, რომ ორმხრივი თანამშრომლობისთვის ეს შეხვედრები ძალიან კარგი იყო საფრანგეთთან. ჩვენ გაკავშირებს სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობა და ამ კუთხის გაღრმავებას არ გამოიცნობს საქართველოს სამხედრო ატაშე საფრანგეთში. ტრადიციული ურთიერთობები სამხედრო შეხვედრის სფეროში მათი დახმარებით უნდა შეერთდეს სამხედრო ცენტრი ამასთან მოგმოლა გამორენის შესწავლა. ძალიან ბევრი რეფორმა შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმების მიმდინარეობის შესახებ მუდმივად იყოს საქმის კურსში ევროკავშირი, ნატოს და სახელმწიფოები. მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტრო მინისტრი მონაწილეობს ყველა მნიშვნელოვან ფორუმში, რომელიც ეძღვნება უსაფრთხოებას და ჩვენ ვაცნობთ ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მოკავშირეებს იმას, თუ რა გაკეთდა, რისი გაკეთება იგეგმება და როგორ მიმდინარეობს რეფორმების პროცესი თავდაცვის სამინისტროში. 21-ე საერთაშორისო კონფერენცია უსაფრთხოების საკითხებში ხვალგამძლდება. ასევე დაგეგმილი არის ამდენი ორმხრივი შეხვედრა, რომელსაც გამართავს ირაკლი ალასანია. დიდი მადლობა, რატი მუჯირი საუბრობდა პარიზიდან მოამბის